ჰეი, მეგობრებო, მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემას არაფერი სასაცილო კვირაში ერთხელ სანდრო ცხადაძესთან ერთად. როგორც ვთქვით, ირაკლი კობახიძის დავალებით, ჩემი ბექა ყორშიას და მიშა შვილდაძის გადაცემები გაერთიანდა. მოუწმან დედმის პლანკი. შესაბამისად, ჩემი გადაცემის ფანები შევიკრიბებით პეკინზე და მარშით დავიძრებით დელისისკენ ფორმულა შენობისკენ, სადაც გზაში შემოგვიერთებიან ბექა ყორშიას ფანები და ერთად გავაპროტესტებთ 6 თვიანი, 6 წლიანი და 6 კვირიანი გადაცემის ასე გაუქმებას და განადგურებას. მოკლედ მეგობრებო, დადგა 1 თებერვალი, როგორც იქნა მორჩა, ეს გრძელი და საიწყარი იანვარი და აუცილებლად ისევ და ისევ გამოიწერეთ სანდრო ცხადაძის არხი, ჩემი არხი და მიშა შვილდაძის არხი. გამოვიწეროთ ყველამ ერთმანეთი და დავუკომენტაროთ და მოვიწვიოთ ერთმანეთის ვიდეოები. ხუმრობა იქეთ იყოს და რაც შეეხება ნამდვილ კლდეობას გამოვიყენებ სიტყვას, იმიტომ რომ ვიღაცამ დაგვიწერა კომენტარებში, რომ ვითომ ტონკი იუმორიაო, არა და მაგარი კლდე იუმორიაო. და ამიტომ მე ვითვალისწინებ მეორე კომენტარის ავტორის თხოვნას, რომ ბილ სიტყვას მოვუყერივ, ამიტომ მე იმ სიტყვის მაგრიოთ ვიტყვი ხოლმე სიტყვა კლდეობას, კლდეს. უგასაგებ. რაც შეეხება მთავარ კლდეობას, როგორც გაირკვა, ამ უნივერსიტეტების შესახებ, შეერთების შესახებ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გავიგეო ამ დილით გავიგეო ეს ამბავია. ანუ რა გამოდის, ჩემმაც რომ ციხეში, კლდანის ციხეში უფრო ადრე გაიგო ეს ამბავი, ვიდრე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გარეთ. შედარებით ჩემი ძმა GPI-ში, ეგრეთ წოდებულ GPI-ში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სწავლობდა ნიადაგის და წყლის რესურსების ინჟინერიაზე. მართლა. კიზის ახლა მე აქციაზე წყლის ბოთლის და ქვის როლის გამო პროფესიას გაყვა. იქეთ კიდე TSU სტუდენტი ზვიად ცეცხლაძის ციხეში ამ ყველაფრის ორგანიზების გამო მე თურმე რასაც ჩემი ძმა ასრულებდა, გესმის? და თქვენ კიდე იძახით, რატომ უნდა გაერთიანდეს TSU და GPI და მიხვდით? ლოგიკურია. ხო არაფერი დარჩა. გაერთიანდა და შეერთდა ცოტა ისეთი ნათქვამია. მაგალითად, GPI გაერთიანდა TSU-სთან და TSU-ს შეეტენა GPI წაგლეჯვაში. ეს უფრო ახსნადია ჩვენი მდგომარეობის. კოკა-კოლა მოსვათ მეგობრებო. TSU შეუერთდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იმ ხალხმა, რომელიც იძახის მაიასანდ მოღალატია მოლდოვას რატო უერთებს რუმინეთს. ანუ სამეგრელოს რატო უერთებს საქართველოს იგივე არგუმენტით. მაგრამ TSU-ს და GPI-ს შეერთება ლოგიკურია, სახელმწიფოებრივია, ხვდებით? შედარებით მე მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და რა 1-2 წკიპზე გადავრჩით, რომ ინდოეთს არ შევერთებოდით. თვითონ პროცესი დაიწყე ეგეთი. მიგვიერთა ლამის. ხვდებით? გადარჩენილები ვართ. თვითონ სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი იყო ისეთი ავარიული, რომ მთელი კურსი კინაღამ შევუერთეთ ერთხელ სასუფეველს. წარმოვიდგინეთ, ორი უზარმაზარი და ტრადიციული უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად აღებული ცოდნა და დიპლომი რომ გაქვს და მაინც რომ ყაველაშვილია შენი პრეზიდენტი. წარმოვიდგინე? გეყავს წარმოდგენა ახლა. ეგ საორგაზმო გადაცემა არ არის. იუმორისტული გადაცემა. დაამთავრე მაგაზე ფიქრი. სხვადასხვა ამ გაერთიანების ამბავზე აჭრილი ყოფილა GPI-ის რექტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი უფრო სწორად უკვე აღარ ეკადრება GPI-ის TSU-ს მიუერთდა. აჭრილი ყოფილა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და თურმე მივარდენსაც აპირებდა კობახიძესთან იარაღით, მაგრამ 4-ჯერ ყოფილა ნასამართლები და საბოლოოდ პირობიცია ხატები და აღარ მივარდებოდა. შეიძლება ბრასლეტის უკეთია ვერ გაიგებ. მაგრამ რადგან GPI-ის რექტორია შეიძლება უფრო ამპულა უდგას, მაგრამ anyway, რაც არის ეგ არის. აჭრილი ყოფილა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებმა, დეკანებმა და ვინც პერსონალია მიწერეს წერილი დიდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყანაში არანაირი ჩრდილოვანი მმართველობა არ არის და ყველაფერს კობახიძე წყვეტს და მთავრობა. მიწერეს წერილი და პატივისცემით და დიდი მოწიწებით მოიხსენიეს ბატონი ბიძინა. ამის გავრცელების შემდეგ სავარაუდოდ ოსვენციმის ბანაკებს გადარჩენილი ებრაელები მიწერენ გარდაცვლილ ჰიტლერს წერილს, რომ იქნებ დანდობა გამოიჩინოს ჰიტლერმა. ასე გადაწყდა. ამ ლოგიკას მივყვებით ამ ქვეყანაში. გადავრჩი მირტყი მაწამე, მაინც პატივისცემით მოგეპყრობი, რატომ მოწარ? შენნება არ არის? ისე მე თუ მკითხავთ შვენიერი გადაწყვეტილებაა რა. აგერ TSU დამთავრებული ტიპი პრემიერად ძირს, GPI-ის დამთავრებული ტიპები პროპაგანდისტებად მუშაობენ პროპაგანდისტულ არხებზე, რა გინდა, ერთი ხალხია, ერთი კუხნია რა, თქვენი ეს ქვეყანა და კონტენტ ბოლომდე ბარემ. ამას მიემატა ასევე ისიც, რომ დღეს გავიგეთ თურმე სუსი თავის სასწავლებელს აკადემიად გადააკეთებს, გესმით? გელათის აკადემია, სუსის აკადემია.
მართალია სუსის აკადემია უნდა არსებობდეს, რა საჭირო ხომ ჩააბარო ამ GPI-ში, ისწავლო, მე რაღაცა იუმორისტული თამაშები ითამაშო, მე რაღაცები იუმორისტული გზები გაიკვალო რაღაცეებში და მე მაინც სუსში უნდა მოხვდე და მაგრამ პირდაპირ სუსს დაამთავრებ რა რადგინე. სხვადასხვა ასევე გადავამოწმე, რომ ჩელიაბინსკში სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტები არ გაერთიანებულა, შესაბამისად არ ვართ ჩელიაბინსკი. მეორე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი რაც ამ კვირაში მოხდა იყო ის, რომ აგენტების კანონი კიდევ უფრო გამგაცდა. შესაბამისად ცოტა ფული გაქვს, ში აგენტო ნაბოზარო შენ. მილიონები გაქვს და ბაგაბაღის ბავშვებს ძარცვავდი და ჯარს ძარცვავდი? კი ბატონო, მადლიერება გამოხატე. მილიარდები გაქვს, მადლობა მშვიდობისთვის. მაგრამ 135 ევრო გაქვს გადმორიცხული, შე აგენტო ნაბოზარო. შენ გინდოდა მილიარდელების და მილიონერების აყირავება? დაგენძრევა. ამოხვედით ბიჭო ყელში. 10,000-ობით ლარით დაჯარიმდებიან ინდმეწარმეები და, რა ვიცი, კაფე-ბარის მაგალითად პატრონები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებენ ან პოლიტიკურ აქტივობას წარმოაჩენენ თავიანთ სივრცეში. ამის მიზნად ბატონმა შალვა პაპუაშვილმა დაასახელა ის, რომ საჭმელშიო გვიფურთხებენო. ხვდებით? კანონის მისაღები ქმედებაა წესით. და შესაბამისად, თუ ჩაფურთხება გინდა, ჩაფურთხე, მაგრამ შესაბამისად მე ჯარიმაც გადაიხადეო. ბატონო შალვა ფურთხში არის ასეთი ნივთიერება ოპიორფინი, რომელიც მორფინის კაინების ჯგუფის ტკივილ გამოყუჩებელია. და შესაბამისად ნარკოტიკია რა. შეგიძლიათ მაგედანაც მიაწვეთ, მაგ ნარკომან ნაბოზრებს, ხვდებით? თუ შეხვედით მაგალითად კაფეში, ყავა მოითხოვეთ, გადაკარეთ და ცოტა წაგიღო, გაგიხსნა და მაგარ ხასიათზე მოგიყვანა და ატრიალდა ყველაფერი, ესე იგი ჩაფურთხებული აქვთ მაგ ნაბოზრებს და დააჯარიმეთ მაშინ. გეუბნები? სამედიცინო ცოდნა ცოტა. კოკა-კოლა მოხსნათ მეგობრებო? ასევე პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკაში ჩართვას უგრძელავენ ყველა ადამიანს, ვისაც NGO-ში უმუშავია და რაღაც წვლილი შეუტანი NGO-ების განვითარებაში. შესაბამისად, ეს უნდა ეხებოდეს შალვა პაპუაშვილს და ირაკლი კობახიძესაც, მაგრამ შალვა პაპუაშვილმა NGO-ში არ გვიმუშავიაო. ჯერ ერთი NGO ქართულად არის არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო? ანუ ASO. ამასაც უარი წახით. მე უნდა გასწავლოთ ამ ხდა პროპაგანდისტებს. შეიძლება გამოგადგებათ პროპაგანდაში. ვისაც ASO-ში უმუშავია, ხელისუფლებაში ვერ მოვა. ვისაც ASO-სთან შეხება ჰქონდა, ხელები დაიბანოს და სუფთა ხელებით მოვიდეს პოლიტიკაში. როგორია? მე უნდა გასწავლოთ ბიჭო, რა ის NGO? ASO. მოკლედ შალვა NGO-შვილმა არც მე და არც ის ჩემი ძმაკაცი 15 წლის თინეიჯერის ვარცხნობა რო აქვს NGO-ში როდოს არ ყოფილი ვართ. ხო და ამოუყარეს შალვას ფოტოები, ამოუყარეს და რა ამოუყარეს? Nokia N73 გადაღებულები და ამის შლეიფი, ტყლაც. მაგის ტელეფონები, ძალიან ძველი ფოტოები ამოუყარეს. ერთი ლადო გუდიაშვილი სტილო იყო ვაფშე. მე და ირაკლი კობახიძე ASO-ში. იქეთ. ძალიან ძველი ფოტოები ამოუყარეს ტიპს, მაგრამ შალვას წარბები იქაც ერთიანი და მდგრადია. მაგ ფოტოებში ასევე გამოჩნდა, რომ შალვა პაპუაშვილის თავის ცოლზე მეტი ფოტოები ქონდა ნინო ლომჯარიასთან გადაღებული, მაგრამ NGO-შნიკი მაინც მე ვარ, ხვდები? გოზე ხარ. რაღაცნაირად ლაგდება, შეიძლება ვერ მიხვდე, მაგრამ ეგრეა. ის მუშაობდა იქ, მაგრამ მე ვარ NGO-შნიკი. რას ვერ ხვდები? ასევე შალვამ თქვა, რომ მე არ ყოფილვარ გერმანული შვანცის ბოდიში, ASO-s ბოდიში NGO-s წევრიო. და პირდაპირ გერმანიის სახელმწიფო მიხდიდა ფულს. ანუ იმდენად ბუად გადააქციეს NGO-შნიკობა და იმდენად დასაცრახად, რომ უფრო საშინელებას იბრალებენ. ოღონდ NGO-შნიკობა არ დაიბრალონ რა. მე ახ პედოფილი არა, მე უფრო ნეკროფილი. პედოფილი არ ვარ ყოფილი, ნეკროფილი. დასრულები, ოღონდ გარდაცვლილები. ეგეთი ლოგიკა აქვს. საბოლოოდ ესე დადგინდა, რომ ვისაც საქართველოში გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული კანალიზაციით ისარგებლიათ, იმ ადამიანებმა 8 წელი უნდა დაივიწყოთ პოლიტიკა და ვერაფერს ვერ იზამთ პოლიტიკაში. კი ბატონო, 8 წელი მოითვინე, არ მოფსა, კუჩი არ გახვიდე ამ 8 წელიწადში და მოდი 8 წელის მერე სუფთა ხელებით და ყაბზობით პოლიტიკაში, რა პრობლემაა? ახლა შენახა გერმანიის ხელისუფლების გაკეთებული NGO-ის გავლით რაღაც ისინი ძგიდა დაფინანსებებით რაღაცეები და თან პოლიტიკას გინდა ეგრე არ არის, ძმაო. ან გავდი და ჩეჩმაში ვისარგებლა. რადგან ეს გერმანია და გაიცხოვრება. იობანი ბრატ. მოკლედ დედამიწის ზურზე არ მეგულება იმ ზომის სწორი ნაწლავი, რომელშიც ეს კანონების შეეტევა, რაც ამათმა ბოლო წელიწადნახევარში მიიღეს. მაგრამ მოგიხერხებთ რამეს. თანაგერ გოგიწულავიამ დამეკომენტარა ამ სტატუსზე Facebook-ზე, რომ მე მივეხმარებით სერითო. რაც შეეხება ამ ორთან შედარებით, ეხაც ამ კვირაში მოვხდარ პაჭი-პუჭა პატარა მინიატურულ ამბებს. ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილმა უფროსმა ჩოხატაურელ პოლიციელს სცემა ჯგუფურად. საინტერესო ის იყო, რომ პოლიციელს აუშარდნენ ქურდულ სამყაროს და ქურდებს რატო არცემთ პატივს. შვენი პოლიციელს უღაც რადგან უნდა აუშარდე.
ანუ იგივეავი ექიმს რო უთხრა რომ კი ბოს რატო არცენ ბრად პატივს რა ვიცი ხა ჩემი აზრით ეს აშარება არ იყო ეს იყო ძალიან ორიგინალური თხოვნა სამსახურიდან წასვლის ხო არის რა ორიგინალური ხელის თხოვნები ამან ესე თხოვა რა ის ხო არ იყო და პატივცემა პოლიციის უფროსია მაშინ წადი ჩვენერი გადაწყვეტილება არ იტიროთ ოღონდ დაჩუქება და ეს არ გვინდა როგორც დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატმა თქვა ჩემი დაცვის ყობი კი არა ცემდა ვინმეს აშველებდა აზავებდა შენ გაიხარე ძმაო ის ფრაზა რო გვაქვს ამდენი ასეული წელია რომ გამშველებელს ორჯერ მეტი მოხვდაო რაღა დროს ეგ ფრაზა არის ფრაზა ყოფილა გამშველებელმა გაშველება გამოშველების დროს პოლიციელის ცემაო და გირაოთი გამოვიდაო ეს არის ახალი ხალხური მოკლედ 30000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს ეს ჩვენი პატივცემული საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ყოფილი ოღონდ ეს თანამდებობას აღარ იკავებს იქ მაშინვე მოყვა რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მოკლედ გამოუშვეს ეს კაცი 30000 ლარიანი გირაოთი მაგრამ არ გამოუშვეთ მზია ამაღლობელი არ გამოუშვეთ 20 წლის გიორგი გორგაძე ან ირაკლი მიმინოშვილი არ გამოუშვეთ ანდრო ჭიჭინაძე ან ჯანო არჩაია 50 წლის კაცი რომელსაც ვერაფერი ვერ დაამტკიცეს იმიტომ რომ ეს აზავებდა და ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციელებს ჩვენც ვაზავებდით ბრატა მზია ამაღლობელი აშველებდა პოლიციელებს და აქციის მონაწილეებს იმ დღეს რო დააკავეს და გიორგი გორგაძეც აზავებდა იმ მომენტში და თქვენ გონიათ რომ ცემა ვინც არ გამოუშვეს ახლა იმის კეთილებს შევახდი ვინც გირაოთი არ გამოუშვეს ახლა ეგ ხალხი აქვე უფიქსირებ ჩემს უდიდეს პატივისცემას კანონიერ ქურდებს ლიმონა დევდარიანს და ტიგრან გულოიანს ყოველთვის გულში იქნება ეგ ხალხი ასევე დააკავეს მეორე ძმა გუდუშაური ეს მეორე ძმა თუ არის თქვენი იყო არც პირველი გეცვენებათ პირველი ჯარს პარავდა ფულს და ეს მეორე ხმით დააკავეს ეს იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ეს უკვე ავადმყოფებს პარავდა ფულს მაგრამ მაინც მე და ჩემს ძმას გვაგინებენ იცი რატო ანუ ის რუპორით შევიდა თავის სკოლაში რაღაც ყველა რო იცნობს და მე იუმორისტული გადაცემა მაქვს კიდე და ერის მტრები ხო ხდები საშინელება რაები არ გვაქვს ნაკეთები მე და ჩემს ძმას აბარა იმან რაღაცა 4 მილიონი წატეხა აქ რაღაცა შუტკებს იძახი და ნერვებს უშლი ხალხს ეგრე არ არის ასევე ბათუმში კაცმა თავზე ბენზინი გადაისხა და Facebook Live-ში ცეცხლი მოიკიდა იმის პროტესტის ნიშნად რომ სახელმწიფოდან იყო ტერორისტთა შევიწროების მსხვერპლი ეს კიდევ ერთხელ იმის დასტურია რამდენად იაფიღეს ჩვენ ქვეყანაში ბენზინი რომ ადამიანი არა მარტო მანქანაში დასხმა და გადაადგილებისთვის არამედ თავის დასაწვავადაც უპრობლემოდ ყიდულობს და მოიხმარს ორნიშნა ეკონომიკურიც და მეგობრებო. ის კაცი გადარჩა. ბეპანტენი და დამწრობის კრემი დაუჯდება 100 იმდენი ხო, მაგრამ ბენზინი თუ ნიაფი. მაგარი პროპაგანდისტი ვიქნებოდი ამ სინდის რა უყო. ეხლა ისევ მეჯდუნაროდნი ამბავი. საერთაშორისო ტრანსნაციონალური ამბები. დიპსტეითურები. ან ცოტა იქეთ, აიოთულურებიც. ირანის გარშემო დაძაბულობა არ ეკლებს პირიქით იმატებს ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ესკადრილია და ფლოტილია გარშემო ადგას პლუს გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ააფეთქეს რამდენიმე მეთაური ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის რაზედაც ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა მოსადმა განაცხადა რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ ჩვენ არაფერი არ გვიქნია აბა ვინ იყო სუსი ჩვენი უსაფრთხოების სამსახური იყო შესული სპარში ფლომასტერებით და ფასებს აწერდა დაბლა. თქვენ არ ყოფილხართ, ესენი აქ იყვნენ. ვინ იყო? ორ სპეცსამსახურს შეუძლია დედამიწის ზურზე, მაგის გაკეთება. ვისატყუებთ, ბიჭო? ჩვენები აგერ იყვნენ, გეუბნები. ამოვიდა ყელშემატყუილი. ასევე არ წყდება მithkamotkhma ჯეფრი ეპშტეინის სკანდალურ ფაილებზე, კიდევ რამდენიმე 1000 ფაილი დაიდო ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურის ერთ-ერთ ოფიციალურ საიტზე. ჯეფრი ეპშტეინის სკანდალში მონაწილე პირების რიცხვიც იზრდება და ისევ ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც ამ ფაილებში. ფაილები რამდენიმე საათით იყო საიტზე განთავსებული და მე მალევე წაიშალა, მაგრამ ჟურნალისტებმა და დაინტერესებულმა პირებმა ყველა მოასწრო ამ ფაილების გადმოწერა. სავარაუდოდ CIA-ის ხელმძღვანელი ან CIA-ის წარმომადგენელი მალე დაუკავშირდება ელისო ჯარიაშვილს და ეტყვის, რომ ამ ფაილებთან დაკავშირებული სიუჟეტი წაშალოს თავისი გვერდიდან, იმიტომ რომ ეს უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას და კიბერ შეტევის გამო დაიდო ეს ფაილები ამ ოფიციალურ საიტზე. გეუბნებით. მარტო სპარში კი არ შევდივართ ჩვენ. ფაილებში მე ვერ დავადასტურებ, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ნახსენებია დონალდ ტრამპი, მასთან ერთად ნახსენებია რამდენიმე არასრულწლოვანი გოგონა გაუპატიურების
და მათი მოკლის მძიმე ბრალდებები. არა უშავს რონალდ, შეუნდა გენახა, გაზპრომის ხელშეკრულება რო აიტვირთა ჩვენთან საიტზე. ის იყო გაუბადიურება. მთელი ქვეყანა, დიდი, პატარა, უმცროსი. ყველა, we are all fucked. შენ მაგაზე არის ნერვიულ. არ ვიცი რა ვთქვა ამ ეპშტეინის ფაილებზე ჩემოდონალდ. შენ ირანს და რუსებს მიხედე. და ეგ არასწორწლოვნების ამბები თქვენი შიდა საქმეა და ჩვენ არ ჩავერევით. ჩვენ და ჩვენი ხელისუფლება სხვის შიდა საქმეებში არ ვერევით. შენ მაგაზე არ იჯერო, შენ ირანს მიხედე. ასევე ეპშტეინის ფაილებში აღმოჩნდა, რომ ჯეფრი ეპშტეინთან, თვითონ ჯეფრი ეპშტეინთან მიმოწერა ჰქონდა რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრეზიდენტის მრჩეველს. მრჩეველს თვითონ ფიცოს არა, თვითონ ფიცო არ იკადრებდა. და შესაბამისად ამ მრჩეველმა თანამდებობა დატოვა. ეს ფიცო ხო იცით, კაცო? ოჯახის სიწმინდე, მართლმადიდებლობა და რამე. მაგას რო უჭირავს ბასტიონი შუა ევროპაში და მეტი არავის. ეგ არის ფიცო. მაგას ვინც ეჯდა ყურთან და იდეებს აწვდიდა, ეგ ყოფილა ამერიკელი პედოფილის ძმაკაცი. მაგრამ არაფერი, მშვიდად, წყნარად, სიამაღლობელი ციხეშია, არაფერი არ გვემუქრება. და ბოლოს, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩანგალი გადაცემას იმიტომ ქვია, რომ როგორც იცით, თქვენ სუპს ვერ შეაჭმევ კოდს, სუპი ეზიზღება კოდს, ატანა არა აქვს და შესაბამისად, რადგან სუპით ჩანგალის შეჭმა შეუძლებელია, ჩვენ გადაცემასაც დავარქვით ჩანგალი კოდსების საბადისმრად. ეს ხუმრობით, ვისაც ნამდვილი მიზეზი გაინტერესებს, შეგვიძლია კომენტარებში დაგვიწეროთ და იქ გიპასუხებთ. საუბრობთ ისევ ხუმრობით და აბსურდით, მაგრამ კომუნიკაციაში შევალთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარიზღილაკი. წინა ვიდეოებიც მოიწონეთ, ზოგი მეც არ მევასება და დაგვიწერეთ ისეთი კომენტარები, მხოლოდ რომლებიც შეიძლება შემდეგ მოხდეს ჯეფრი ეპშტეინის სკანდალურ ფაილებში. და ბოლოს ვნახოთ ეს უსაყვარლესი ვიდეო. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ქართული ოცნების ხარდამჭერით ბრძანდებით. არა, არანაირად. მართლა დავიფარე.